აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი წევრები პროკურატურას ანსამბლის ადმინისტრაციის მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის შესწავლას თხოვენ. მათი მტკიცებით გასტროლებისათვის გამოყოფილ თანხებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა არამიზნობრივად ხარჯავდა. შიმშილობის მეოთხე დღეს მოცეკვავეები ამბობენ, რომ ანსამბლის იმ წევრებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ იღებდნენ, გარიცხული კოლეგების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და სამომავლოდ მათთან ერთად სამუშაოდ მზად არიან. შეგახსენებთ, რომ მთავრობის თავმჯდომარემ გაფიცულებს ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დირექტორის მოადგილე დანიშნა და გარიცხული თანამშრომლების თანამდებობაზე აღდგენა შესთავაზა, რაზეც მსახიობებმა უარი განაცხადეს და მთავრობის წინ საპროტესტო აქციები განაგრძეს. საგასტროლო მოგზაურობის დროს არასდროს არ აგვიღია ის თანხები, რაც სამეურნეობო ხარჯებით არის გაწერილი. ეხლა გავიგეთ ეს, რომ თურმე ჩვენ უნდა მიგვეღო გარკვეული თანხა და არასდროს არ მიგვიღია ეს თანხები. ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ მიმართოთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, რომ გაირკვეს სად იფრანგებოდა ანსამბლის ბიუჯეტი. გოგონები უერთებიან ამ შიმშილობას. ჩვენი მოთხოვნა ისევ რჩება, რომ დაგვაბრუნოს მთელი დასი თემურ ქორიძესთან ერთად, რა თქმა უნდა, და თუ არ გააკეთებენ ამ მოთხოვნებს, ჩვენ ვაგრძელებთ აქციებს და ვაგრძელებთ აუცილებლად შიმშილობას. თუ ჩვენ დაუბრუნდით 80 ადამიანი მიდის, ეს სიცრუეა, მე მქონდა ტელეფონით საუბარი, ასევე შევხვდი იმ დარჩენილ მსახიობებს, ვინც არიან ანსამბლში და არავინ წასვლას არ აპირებს, პირიქით მოხარულები არიან ჩვენ თუ დაუბრუნდებით სახელმწიფო ანსამბლში.